და ამბები კვლავ საქართველოდან ჯანდაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამედიცინო დახმარების ცენტრის რაიონულ მენეჯერად შეხვდა. საუბრის მთავარი თემა უკვე გატარებული და სამომავლო რეფორმები იყო. მინისტრის ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპს 5 დეკემბერს დაიწყებს. დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში და წლის ბოლოს დამთავრდება ავტოპარკის სრული განახლება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი და ამოცანა არის ის, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური წარმოგვიდგენს ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს და გვექნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე და მომავალ გეგმებზე. თვის ბოლომდე მთლიანად შეიცვლება ავტოპარკი, რომელიც სავსებით საკმარისი იქნება რაიონებისთვის სამედიცინო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გასაცემად. რაიონებში გადანაწილებულია ავტოტრანსპორტი, მაგრამ განახლება მოხდება, ჩანაცვლება მოხდება ამოვა ძველი ავტოტრანსპორტი და ჩაენაცვლება ახალი. ძირითადი პრობლემა ჰქონდა მოძელებული ავტოპარკი. მოხდა ოქტომბრის თვეში ქვემო ქართლის რეგიონში მოძელებული ავტოპარკის განახლება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ გამოძახებები, გაუქმებები ძალიან დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა და შესაბამისად მოსახლეობის უკმაყოფილებაც ძალიან შემცირდა.